კარგად ყიდის ის, ვინც უკეთესად ყიდულობს. გაყიდვის ხელოვნება მოიცავს სამ მნიშვნელოვან ასპექტს. პირველი, ინტელექტუალური პოზიცია. გაყიდვების მენეჯერი, გარდა იმისა, რომ ინფორმირებული უნდა იყოს, საწარმოს, კომპანიის, რეგლამენტირებული სკრიპტების, პროდუქტის, თვისებების და გაყიდვის მეთოდოლოგიის შესახებ, ასევე მნიშვნელოვანია ის აღჭურვილი იყოს ინდივიდუალური, პერსონალური სინათლით. ასეთი ადამიანები იმ კომპანიის საყრდენ წერტილს წარმოადგენენ, რომელშიც ისინი მუშაობენ. მაგრამ როგორია ეს ადამიანი? ადამიანი არა ფილოსოფიის თვალსაზრისით, არამედ ადამიანი პრომეთესეული, რომელსაც გაყიდვის პროცესში შეაქვს სინათლე და სითბო, ესე იგი დომინირება. სირთულე, რომელიც დაკავშირებულია შეუძლებლობასთან, სწრაფად მოიძიო კონკრეტულ პოზიციაზე გამოცდილების მქონე ან გამოცდილების არ მქონე, მაგრამ ამ პოზიციისთვის შესაფერისი ადამიანი უმეტესწილად დაკავშირებულია ასეთი სუბიექტის დაკავებულობასთან, ანუ მიუწვდომლობასთან, ასევე ფსიქოლოგიურ და კულტურულ ბარიერებთან, რომლებიც ხელს უშლიან სუბიექტს მისი ცოდნა გაუზიაროს სხვებს. აღნიშნული პრობლემატიკა ხშირად სავალალო შედეგებით მთავრდება როგორც ამ ადამიანისთვის, ასევე წარმოებისთვის. ეს ყოველივე განაპირობებს იმას, რომ დღევანდელ დღეს ამბიციური და პასუხისმგებლიანი ახალგაზრდობა დააფიქრდეს იმაზე, თუ როგორ გახდეს ასეთი knowledge worker-ი, knowledge manager-ი და არ დაუშვას საკუთარი ცოდნის დეფიციტი მოცემულ კონტექსტში. გაყიდვის აქტი შედგება ორი მომენტისგან. არის შესვლის მომენტი და არის გამოსვლის მომენტი. შუალედი უნდა იყოს დამაჯერებელი.